შეხედე სპორტს საქმიანი თვალით. საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მე მალხაზ გედევანიშვილი სპორტული თემატიკით გიბრუნდებით ჩემაჯამებელი გამოშვების ბოლოს როგორც მოიხსენება ჩვენი დღევანდელი სპორტული თოქ-შოუს თემა 31 მაისს კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი იყო. სწორედ ახლა ამ მატჩთან დაკავშირებით 31 მაისის მთავარ გმირს საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახი კალაძეს გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში, რომელთანაც კონკრეტულად 31 მაისზე ვისაუბრებთ. კახი საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის და მივესალმებით რადიოს. დიდი მადლობა რომ ასე დაძაბულ რეჟიმში სპორტულშიც და არასპორტულშიც გამონახეთ რომ ჩვენთან სასაუბროთ. ალბათ 31 მაისი დღე როდესაც კახი კალაძე თავის ესეთი მრავალფეროვანი და წარმატებული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. საინტერესო ალბათ ესეთი პროფესიონალი ფეხბურთელისგან რა შეგრძნებით ხვდები ამ დღეს? ფაქტია რომ ეს განსაკუთრებული ემოციების გარეშე არ ჩაივლის. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელისთვის გულდასაწყვეტია, როდესაც საფეხბურთო კარიერას ასრულებს და მე ეს უკვე ერთხელ განიცადე, როდესაც ოფიციალურად განაცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტიდან, ფეხბურთიდან მივდიოდი და 31-ში ალბათ ამ ემოციების შეგრძნება კიდევ ერთხელ მომიწევს მრავალრიცხოვან გულშემატკივარის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ემოციური იქნება ეს ჩემთვის. გარდა იმისა, რომ თბილისი საქართველოს თავის დიდ ფეხბურთელს, ალბათ დასაფასებელ ფეხბურთელს დიდ ტაჟს დაუკრავს, თავად ეს ღონისძიება იმითაცაა გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, რომ არაერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი, სოფლიო ფეხბურთის დონის ვარსკვლავი ეწევა თბილისს. საორგანიზაციო საკითხები არც იოლია ხოლმე ზოგადად ასეთი თამაშის მოგვარების. თავად როგორ იყავით ჩართული ამ პროცესებში და რა სიახლე შეიძლება იყოს კიდე ისეთი, რაც დაუშვათ მსვენელისთვის და ზოგადად სპორტის გულშემატკივრისთვის ახალი იქნება დაუშვათ. საორგანიზაციო საკითხს რაც შეეხება, ეს პასუხისმგებლობა აიღო ჩემო მეგობრებმა დავითი მუჯირის ხელმძღვანელობით და არიან და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდეს. თვითონ ფეხბურთელების მოწევას რაც შეეხება, ამით მე თვითონ პირადად ვარ დაკავებული. საერთაშორისო მინდა განაცხადო იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი სრულ ინფორმაციები ვრცელდება და სახელდება ისეთი ფეხბურთელების გვარები, რომლებიც ნამდვილად არ ჩამოდიან და გულშემატკივარს არ მინდა იმედები გაუწრონ. აქ საუბარი იყო თითქოს იმაზე, რომ ზიდანი ჩამოდის, რაც არ არის სწორი და მართალი ინფორმაცია. მე მინდა უბრალოდ ხოლო გულშემატკივარს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციას დაეხმაროთ და ეს იქნება ნამდვილი, როდესაც ჩვენ დავასახელებთ იმ ფეხბურთელების გვარებს, ვინც ეწევა დედაქალაქს და 31-ში ითამაშებენ ამ შეხვედრას. თვითონ შეხვედრას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება, არა მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით, შოუს მხრივ, ერთი ლამაზი საინტერესო საღამო გველოდება. და ბოლოს ისე კარიერაზე რომ გავამახვილოთ, კახი, ყურადღება, ყველაზე საინტერესო ეპიზოდი შენი კარიერიდან რა შეგიძლია ახლა გაიხსენო ისეთი, რომლისთვისაც იტყვი რომ ღირდა ფეხბურთში შენი მოღვაწეობა. ციტრა თუ გადავხედავთ ჩემს საფეხბურთო კარიერას, ძალიან საინტერესოა და მინდა ვთქვა, რომ ერთმა ბიჭმა, რომელიც ასე ვთქვათ, რაიონში გავიბადე, გავიზარდე, მივახციე სპორტში ძალიან დიდ წარმატებას. ეს ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის ეს იყო ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა, რომელიც ყველა ფეხბურთელისთვის ოცნება. წარმატებებთან ერთად, რა თქმა უნდა, მქონდა რთული წუთები, ბნელი წუთები. ეს უკავშირდება განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მე ორი ავტოგოლი მაქვს ფეხბურთობაში, რომელიც ჩემი სპორტული ტრაგედია იყო. ამას დღესაც განვიცდი, ამის გამო მე რამდენიმეჯერ ქართულ გულშემატკივარს ოდიში მოუხადე. თავით როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მქონდა წარმატებული წლები, იყო გარკვეული ტრამვებით, რაც მე ვფიქრობ ყველა ფეხბურთელისთვის ნორმალურია, ტრამვის გარეშე წარმოუდგენელია სპორტი. მაგრამ დადებითად შევაფასებდი მაინც ჩემს განვლილ საფეხბურთო კარიერას და ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იბადება და აქვს ბევრი შესაძლებლობა მიაღწიოს ჩემზე მეც, გააკეთოს იმაზე მეტი, რაც მე გავაკეთე საფეხბურთო კარიერაში და ამას ვისურვებდი მთელი და გულით. მე რა თქმა უნდა უერთდები შენ სურვილებს და ბოლოს ერთ ისე ლირიულ საკითხვას დაგისვავ. როდის დაბრუნდება კახი კალაძე ქართულ სპორტში? ან ქართულ ფეხბურთში, ასე ვთქვათ. ფეხბურთიდან მე სიმართლე გითხრა, არც სავსულ ვარ, სპორტი და ფეხბურთი არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია ფეხბურთს. მე შეიძლება აქტიურად სპორტში არ ვიყო ჩართული, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქე, როგორც მთავრობის წევრი,
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხბურთი განვითარდეს საქართველოში, ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება თუ როგორ უყვართ ეს სპორტი საქართველოში, ოდითგანვე ყველაზე ასე რომ ვთქვათ, პოპულარული სპორტია ქვეყანაში და არა მარტო საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის და მეც მაქსიმალურად ვეცდები პატარა ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ფეხბურთის და სპორტის განვითარებაში. დიდი მადლობა, კახი, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროთ. მოკლედ ჩვენს რადიომსმენელს შევახსენებთ, რომ 31 მაისს კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ჩვენს პირდაპირ ეთერში კი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უბრალოდ ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე საუბრობდა, რომელიც სწორედ ამ 31 მაისის მთავარი გმირი იქნება. მე კი ჩვენ დღევანდელი რადიო კომერსანტის მაუწყებლობას ამით დავასრულებ სპორტულ ნოტაზე. კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სარეჟისორო პულტთან სალომე ჭიპაშვილი მუსაობდა, მე მალხაზ გედევანიშვილი გახლავართ. დროებით. ყოველი დღის ბოლოს ზუსტად საღამოს 8-ზე კომერსანტის ეთერში შემაჯამებელი გამოშვების დროა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბების ანალიზი, ყველა კითხვა ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესზე. მხოლოდ კომერსანტზე FM 95.5.